მოდით დავხატოთ საღდგომო ალგორითმი კვერცხი, რომელიც მალე გატყდება და მოგვიტანს სასურველ შედეგებს. თემის გასააქტიურებლად გამოვიყენოთ სურვილების დღიური, ჩავწეროთ მადლიერების ტექსტი, დაწერეთ რომ მადლიერი ხართ უკვე იმისთვის, რაც გაქვთ და იმისთვის, რასაც ელოდებით რომ იქნება უახლოეს მომავალში. ჩაწერეთ როგორც უკვე ასრულებული აწყოთ დროში. ამით მოვახდინოთ ჩვენი სურვილების აქტივაცია, გააქტიურება და შემდგომ უკვე გადავიდეთ ხატვის პროცესზე. არ გვავიწყდება რომ ეს არის პირველ რიგში ჩვენი მადლიერება შემოქმედისა და სამყაროს მიმართ. ხატავთ კვერცხის ფორმის ოვალურ წრეს და შიგნით ვავლებთ ხაზებს. ეს ხაზები აღნიშნავს იმ სურვილებს, რომელიც გავწერეთ ცოტა ხნის წინ რველში. თითოეული ხაზი აღნიშნავს ჩვენს სურვილს, ამიტომ კარგი ნეიროგრაფირება მოახდინეთ. ჩაამატეთ კიდევ რამოდენიმე ხაზით, თუ კიდევ დაგებადათ სურვილები და გინდათ რომ სწრაფად განხორციელდეს და მალე თან არ გვავწყდება ისევ მადლიერება და მერე ამ სურვილებს უშვებთ სივრცული ხაზებით ჩვენს გარშემო სივრცეში, სამყაროში, ადამიანებთან, ვაკავშირებთ მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენს ყოფიერებასთან და სივრცესთან. მოუმგვალოთ კარგად ყველა გადაკვეთის ადგილი და შეგვიძლია დავამატოთ წრეები ამ ხაზებზე, როგორც უკვე განხორციელებული ჩვენი მიზნები და სურვილები. ხატვის დროს ვაკვირდებით ჩვენს რეფლექსიებს, ანუ რა შეგრძნებები გვაქვს, რა გვიჩდება. შეიძლება რაღაცა იდეა მოგვივიდეს ამ პროცესში, როგორ განვახორციელოთ ჩვენი მიზანი ან სურვილი, ან გაგვახსენდეს ის ადამიანი, ვინც ამაში დაგვეხმარება. და აქაც რა თქმა უნდა ვამგვალებთ ყველა გადაკვეთის კუთხეს. მე აქ ცოტა ვიფანტაზიორე და ხაზებით დავამატე შიგნით ფერადი კალმებით. თქვენ შეგიძლიათ მოუხმოთ თქვენს ფანტაზიებს და გავლოთ შიგნით ლამაზი ხაზები და შემდეგ უკვე გადახვიდეთ გაფერადებაზე, ან პირიქით შეგიძლიათ ჯერ არქეტიპირება მოახდინოთ და მერე უკვე შიგნით დაამატოთ ხაზები. საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, ასევე დამამშვიდებელი და ამ დროსაც თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, შეგიძლიათ არა, მე მგონი აუცილებელიც არის იფიქროთ იმ მიზნებზე, იმ სურვილებზე, იდეებზე, გეგმებზე, ისი განხორციელებაც გსურთ უახლოეს პერიოდში და იფიქრეთ რომ ეს კვერცხი არის მომზადებული, სადაც არის გამოიჩეკება აქედან ყველა თქვენი სურვილი და ბედნიერად სიკეთეში გამოგადგებათ თქვენს სივრცეში, თქვენს და თქვენ საყვარელ ადამიანებსაც. ვისაც გააქვთ აფირმაციები, ან დასტა, ან ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნოთ, გამოიყენეთ ეს აფირმაციებიც წარმატებაზე, სიყვარულზე, ჯანმრთელობაზე და ეს აფირმაციებიც იმეორეთ ხატვის პროცესში, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და გექნებათ იმის დრო, რომ ბევრჯერ გაუმეოროთ თქვენს გონებას, აფირმაციები, სურვილები, ფერებს ირჩევთ თქვენი სურვილის და იმ ენერგიის მიხედვით, რასაც გრძნობთ. ბოლოს კი ვამატებთ სამყაროს სქელ ხაზს, ენერგიის ხაზს, ველის ხაზს, ვამგვალებთ რა თქმა უნდა ახალ კუთხეებს და ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას. ფიქსაციის ფიგურა ამ შემთხვევაში არის რა თქმა უნდა ჩვენი საღდგომო კვერცხი. ყოველ დღე თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი ენერგია, გაძლიერდეთ და თავიდან დაიწყოთ ყველაფერი.